დასაწყისში, ეს ომამდე. ომამდე არის ეს კარიკატურა. ისინი წუწუნას დამსგავსებული დათვია. დათვი ხო რა. სასწაულია რა, ისტორია როგორი რაღაცაა, რომ ერთმა კარიკატურამ შეიძლება მთელი ისტორია დაგანახოს რა. კი ბატონო. დღემდე მათთვის ხედავ ვინ არის სტალინი მაგათთვის. იმიტომ რომ ვერ წააქციეს ამდენი ხანი ხა ჩვენთვის კიდე სხვა რაღაცა არის რა ჩვენთვის სხვა რაღაცა არის იმიტომ რომ სხვა რაღაცა არის რა თქმა უნდა ხა ძალიან რთული პიროვნება და არაერთმნიშვნელოვანი პიროვნება და რაღაცა აი გულის სიღრმეში სიამაყის გზნობასაც რო გიჩენს ისეთ გზნობას ცუდ გზნობასაც ანუ რა არის იცი რა ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე რა ამ პიროვნებაზე მაგრამ აი ვერ ჩაწოდები ვერანაირად გესმის აი როგორ გითხრა რა ეხა მაგალითად ვერასოდეს ვერ ვიღებ იმ ამბავს მაგ პიროვნებისგან რომ გაორებული ვარ რა პრინციპში რომ აი ამ პატარა ქვეყანაში ხო ისედაც რა ვართ ხო და ისედაც ინტელიგენცია და ისედაც ეხა რა ვიცი აი ხო გაანებე რა საქართველოს თავი მიხედე იმ 14 ქვეყანას რა ხო იცი და მეორე კიდე ის რომ ეს ბომბები ეს ასულოსეთი აფხაზეთი ესენი რომ ჩაალაგა ხო ხა დაუშვათ ამასაც აი ხა ხო შეიძლება სტალინი იყო რა და რა ვიცი თურქეთის შემოერთებებს და იმას ფიქრობდა და საქართველოში ეს ავტონომიები რა უბედურება იყო აი ხო შეიძლება რომ არ ყოფილიყო ეს ავტონომიები რა გესმის სოფლიო პოლიტიკა გეოპოლიტიკოსი და ისე ხე ხო მაგრამ საქართველოს რა იყო მაგისტრის პატრიოტიზმი საქართველოში რომ არ ჩაედოეს ეს ბომბები ხო შეიძლება რა პრინციპში რა მაგრამ ეხა სხვათა შორის აი ამას ვაკვირდები რომ 56 წელს როდესაც 9 მარტი მოხდა ჩვენთან და ხო გახსოვს სტალინი რომ გამოიყვანეს მავზოლეუმიდან და რომ დამარხეს ამაზე მოხდა საქართველოში მთელი ამბავი რომ და ეს პრინციპში ხალხმა გაიგივა ეროვნულ მოძრაობასთან რა ეს პროტესტი რა მე ეს სწორი იყო გესმის ხო ანუ სტალინის ანუ რამხელა სიყვარული ქონდა ხალხში რის სიგულისთვის დაიხოცა ამდენი ხალხი ეს მცირე ერის კომპლექსი ეს დიდი კაცი ჩვენიანი იყო და მას გესმის და ამას შეეწირა ამდენი სიცოცხლე აი ეს დასანანია ხო მაგრამ ხალხს უყვარდა რა რომ გამოვიდა იტირა ცრემლები არ დაიშალა სამამდე არ დახვრიტეს არ დაიშალენ რა მე მგონი ეს სიყვარული კი არ იყო ეს რაღაცა ფანატიზმი აი ჩემი მეზობელი იყო პავლე ხუჭუა მუსიკაცოდნე რო იყო და მაგის ცოლი მიყვებოდა ეგ რუსეთში პეტერბურგში იყო დაბადებული და მე პავლე ხუჭუას რო გაყვა ჩამოვიდა საქართველოში და ის ამბობდა რომ ისევ ტიროდითო სტალინი რო გარდაიცვალა რომ ხმა არ ქონდა მეორე დღე რატომ მოვთქვამდი ასეო ეს სიყვარული არ არის ეს არის კერპის სადმი კი ბატონო კი რაღაც მანდაც არის მაგრამ და არიან ადამიანები ვისაც ეს მოთხოვნილება აქვს კერპის კი ახლა სად ზვიადისტი და სად მიშისტი ხო მაგრამ ეს ყოფილი ზვიადისტები რანაირად გახდნენ მიშისტები რა ხო და უბრალოდ გჭირდება შენ კერპი ხო და აი კერპის თაყვანის მსმელი ხარ იქ შენ ვერაფერს ვერ ხედავ. იქ ნაკლი არ არსებობს. ყველა ადამიანში კარგია. უბრალოდ ჩვენ ვამბობთ კარგი ადამიანი იმის და მიხედვით თუ რა სჭარბობს მასში. ხო, ამის და მიხედვით. ახლა სტალინში ჩემს სიავე ჭარბობდა. მე არა მაქვს ესეთი გაურება, იმიტომ რომ იმ კარგთან ერთად რაც ჰქონდა ჯერთი ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო უდაოდ. მაგრამ სიავეს ჭარბობდა. არა, სოფლიო ბოროტება დაამარცხა. თა როგორი სატანისტური ამბავი და მაგრამ ბოროტებით რო არ მოიშანთება ეგ არის. ამიტომაც ის დროებითია ყველაფერი. ბოროტებით არ მოიშანთება. ნუ ხო მოკლედ ძალიან ცოტა დრო არის გასული მის შესასწავლად მე ესე ვთქვათ იმიტომ რომ ჯერ ამ ადამიანებს ხო ვისაც მშობლები დაუხრიტეს ბებიები ბაბუები გადაუსახლეს და ისინი კიდე ცოცხლები არიან გესმის და ამას ჭირდება 100 წელი 200 წელი რომ რაღაცა შეისწავლონ უკეთესად ისა ცუდი გესმის მაგრამ იმ იქიდან გამომდინარე თუ ჩვენ ვაღიარებთ რომ თითოეული ადამიანი ხო თითო სამყაროა დიდი ხო მაშინ მე არ მაქვს ამის გამართლება აი როგორც
აი ეს რა ტრაბახობს ეპშტეინის იმაში სიაში სადღაც გაჩხაკუნდა. იმის ექიმი ყვებოდა რომ ერთხელ ტელევიზორში რაღაც ისეთ კადრებს აჩვენებდნენ რომ იქ ხოცებიან აღარ მახსოვს რის კადრებს ყვებოდა და მე უცრებლები წამომივიდა რა გატირებს შენო როგორ ამატირებს ხალხი ხოცებაო იქო და ჩვენ პოლიტიკოსები მასე არ უყურებთო იქო ეს გეოპოლიტიკა და იქ რაც ესე იგი ესეც ხო სტალინის სიტყვები ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედია და მილიონი კიდე სტატისტიკა ხო აი მე ეს ჩემთვის მიუღებელია სტატისტიკით ყურება ეხლა ცხოვრების ამდენად ეხლა იმანეს დაამარცხა და ამასობაში შენ ამდენი ადამიანი გაანადგურე და დაასახიჭრე ამდენი ბავშვი იქცა ობლად მე იქ იმ დროს ბავშვთა სახლში რა ტირილი და რა ცრემლი და რა იმის ფასად რამე ღირს? ხა გეგდაყვები კი ბატონო, თუმცა შესაძლებელია რა ჩემთვის ახლა. ხო, არა, ერთმნიშვნელოვანი არ არის ახლა რა თქმა უნდა ისე როგორც ეს სუფთაწყლის ბოროტება იყო ჰიტლერი, ხო, აი სუფთაწყლის. ისტორიის გადაწერასაც ხო ფიქრობენ ახლა ეგ სოლჟენიცინია და უწაკითხული გვაქვს ეს არქიპელაგ გულაგი და ეს იქაც ისტორია იწერება, ანუ ესეც არ იყო როგორც ისყვება რა, გესმის? ანუ ძალიან ბევრი ისეთი არ შეიძლება ადნაზნაჩნად ეს ერთპიროვნულად ლაპარაკი იმაზე ან ესეთი ან ისეთი ამ სიტუაციაში ესეთი თუ ისეთი კიდე სხვა რამეები იყო ამდენ ტროცკის წებძოდა ხო 33 მასშტაბები ამხელა ხო კამენევი ზინოვიევი ბუხარინი ხრუშოვი კიდე მაგაზე ვარ მე გეუბნები ძირითადი პირველი რევოლუციონერები ვინც იყვნენ ხო სვერდლოვი რაღაც ამდენი მტერი ყავდა წარმოიდგინე რა ამ ყველაფერთან ერთად ხა მასშტაბში არის ეს დასანახი და ეს შესაძლებელი მნიშვნელოვანი პიროვნება ნამდვილად არის ხო ხო და ეხა იქ რა თქმა უნდა ეხა შეიძლება ესეთი ბევრიც ეხა 24 წელში რომ ხალხი დახვრიტეს აი წარმოიდგინე რა აი შორაპნის ის რო ვიცით ჩვენ მატარებელში რომ ხალხი დახვრიტეს ხო იგივე ხალხი ეს კომუნისტები ვინც დახვრიტეს მაშინ იგივე ხალხი დახვრიტეს 27 წელში ვინც დახვრიტა მაშინ ესენი ის საშინელი ბოლშევიკები დაიხვრიტეს უკვე 27 წელში თვითონ გესმის იმიტომ რომ ბევრი რაღაც ისეთი რაღაცა ხდებოდა რომ რაც მე შეისწავლეს და გაიგეს დაუშვათ ეს თვითონ ეჟოვი ხო ეჟოვი და რა ვიცი იაგოდა და რა ვიცი იაგოდა ეჟოვი რა ვიცი რა ხო მე უკვე ხრუშჩოვმა ისე გააკეთა რომ ახლა რა ვიცი ახლა დღევანდელი მეცნიერები ამბობენ რომ ხრუშჩოვმა ისე გააკეთა რომ თავისი ხელმოწერები ამ დახვრეტებზე და ამ დროს ხრუშჩოვის თითქოს და მეტიც კი არის ამ დახვრეტებზე. 1000-ობით არის უკრაინაში ხრუშჩოვის ისენი კაცი დახვრეტილები, რა თქმა უნდა. ხო და ასე რომ ჩვენ ახლა ერთი საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოვარდით და მეორეში გავიქცეთ. ჭკუა უნდა გვეყოს კი. უნდა გვეყოს ჭკუა. რომ რაღაც ახალ მოცემულობას მზად დავხვდეთ. დიახ. თორე რაღაც ახალი მოცემულობა რომ თავისი დაგვეცემა როგორც 18 წელში დაგვეცა თავისუფლება ხო და დამოუკიდებლობა ეხლა მენშევიკებს და თუ მივენდობით კი ბატონო და მიენდო არც ერთხელ მზად არ დავხვდით 90-იანების წლებშიც რომ დაიშალა საბჭოთა კავშირი მზად არ დავხვდით ამ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას და იმიტომ მოგვივიდა ის და ეხლა მზად უნდა დავხვდეთ იმიტომ რომ ყველაფერი თითქმის ყველაფერი შევისწავლეთ ვიცით სწორს თეთრ შავს ვაანალიზებთ და თან პრაგმატულად რომ მივუყვებით ამ ყველაფერს ესე ძალიან მაგარია